ქარელში ქალაქის ცენტრში მანქანა ჩაცხრილეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ავტომობილს სულ მცირე 5 ტყვია აქვს მოხვედრილი. ადგილობრივების თქმით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილის სოკარ ჯორჯია გაზს ეკუთვნოდა და მას ცეცხლი ახალგაზრდა კაცმა ავტომატური იარაღიდან გაუხსნა. 2 მილიარდამდე ლარის გათეთრების საქმეზე ბრალდებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ვერსიით ბრალდებულმა 60 მილიარდამდე რუსული რუბლი აზერბაიჯანიდან არა ლეგალური გზით შემოიტანა. ბრალდების მხარემ ჯგუფურ დანაშაულზე ისაუბრა და საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი ელდარ ჰუსეინოვი დაასახელა. ადვოკატის ინფორმაციით კოტორაშვილის მიმართ კითხვები შარშან გაჩნდა და გამოძიება 1 წელია მიმდინარეობს. მისი დაცვის ქვეშ მყოფს კი გაქცევა არ უცდია. თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იღენებს. ყველას მოუწოდებთ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა. ემან როგორც ჟარგონზე იტყვიან არ აღმოჩნდნენ იქ, სადაც ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ, ამბობს კობახიძე. ჟურნალისტების შეკითხვაზე სათანადოდ ებრძოდნენ თუ არა კორუფციას ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, კობახიძე პასუხობს, რომ პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობს. მან კორუფციასთან სათანადოდ ვერ გამკლავება პოლიტიკურ გამოწვევებს დააბრალა. ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებით სარგებლობს. ადვოკატი ზვიადაურის გარშემო დასმულ შეკითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ განცხადება ხვალ გააკეთებს. ოლიმპიური ჩემპიონი და ოცნების ყოფილი დეპუტატი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.